პრემიერ-მინისტრისა და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ იცნობს ბატონ კონსტანტინის ბიოგრაფიას და რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში სასამართლოს რეფორმის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა. აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები თანხმდებიან იმაზე, რომ სასამართლო სისტემა რეფორმირებას საჭიროებს. ვის როგორ ესმის სასამართლო რეფორმა და რა შეიცვალა ბოლო 2 დღის მანძილზე პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ურთიერთობაში. მთავარ კითხვას ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხობს. გადაცემის მეორე ნაწილში რა შეიცვლება საზოგადოებრივ მაუწყებელში კანონის ცვლილების შემდეგ. ლაშა ტულში გადაცემაში მთავარი კითხვა. ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხებს მთავარ კითხვას ის პარლამენტიდან გვერდება გადაცემაში. საღამოშტობისა ბატონო ზაქარია. საღამოშტობისა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლოს მიმართ იყვნენ სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება. ეს განცხადება კოტე კუბლაშვილმა გააკეთა მას შემდეგ, რაც დასრულდა მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. თქვენთვის უმრავლესობისთვის თქვენი მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკული შენიშვნები სასამართლოს მისამართით. რას ნიშნავს დღევანდელი შეხვედრა? დღევანდელი შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა დიდი პასუხისმგებლობა, როცა მთავრობის მეთაური საკუთარი ინიციატივით იქეთ ესტუმრა უზენაეს სასამართლოს და შესაბამისად პირადი გაცნობით, პირადი დალაპარაკებით შეძლო მოესმინა ის საჭიროებო საკითხები, რაც უზენაეს სასამართლოს მხრიდან დგას, ან რაც საზოგადოების მხრიდან კითხვებს ებადებს. ასე რომ ბატონმა პრემიერმა დღეს გამოავლინა კიდევ ერთ დიდი პასუხისმგებლობა, როცა ვიმეორებ საკუთარი ინიციატივით თავად ესტუმრა უზენაეს სასამართლოს და თავად გასცა ის გარანტიები, რა გარანტიებიც 1 ოქტომბრის შემდეგ ცხადზე და ნათელზე ნათელია, რომ პოლიტიკური ხელისუფლებები არ ერევიან სასამართლო, ანუ პროფესიული ხელისუფლების საქმიანობაში და ჩვენ გეგმავთ ეს მახინჯი პრაქტიკა რაც იყო 1 ოქტომბრამდე, რომ პოლიტიკური ხელისუფლებები განაპირობებდნენ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკას შეიცვლება და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ჩაურევლობის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ კანონის დონეზე ჩარევას, მე გულისხმობ სუბიექტური ხასიათის ჩარევას, საერთოდ გამურიცხოთ თავიდან ბოლომდე. რა იყო განმაპირობებელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან საკმაოდ უცნაური ინიციატივის, რომელიც მან გუშინ წინ გამოთქვა ინტერვიუში, რომ შეხვედროდა უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარეს. ისევ გავიმეორებ, უმეტესწილად უმრავლესობა აკრიტიკებს სასამართლოს. თქვენი კოლეგები აკეთებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ სასამართლო იქცა ერთგვარ რევანშისტულ ძალად ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. რით იყო განპირობებული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა? პრემიერ-მინისტრის ინიციატივა განპირობებული იყო, როგორც თავში გითხარით, სურვილით, რომ თავად უშუალოდ მოესმინა თავმჯდომარეს მხრიდან თქვათ, როგორ უყურებს ის ამ საკითხებს. იმიტომ რომ ხშირად იყო ასეთი გაუცხოება ხელისუფლების განშტოებებს შორის, როცა ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და მართლაც ასია ქართულ საზოგადოებაში არ აქვს ნდობა და პოპულარობა პროფესიულ ხელისუფლებას სასამართლო ხელისუფლების სახით. მაგრამ ბატონ ბიძინა არაორდინარული პოლიტიკოსია, მას შეუძლია გადადგას ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც თქვათ, მოსაოდნელი არ არის და ამის გამო წინ არ უმძღვარებს უამრავ ეპისტოლარულ ჟანრის რაღაც წერილს. ამ შემთხვევაში მან თქვა, რომ მე მივალ, მოვისმენ, ავუხსნი ჩვენ რაც გეგმავთ და რაც თავარია, პირადად მივცემ გარანტიას კიდევ ერთხელ ყველას, რომ პოლიტიკური ხელისუფლებები არ ჩაერევიან პროფესიული ხელისუფლების საქმიანობაში და ჩვენ ამ პრინციპს ბოლომდე ვიცავთ. მოგეხსენებათ, ერთადერთი ფაქტის გარდა და ის ფაქტიც კარგად არის გადასამოწმებელი, რომ რაღაც ქალბატონი უცხო მამაკაცთან აღმოჩნდა სახლში, სხვა ფაქტის გარდა სასამართლოების ზეწოლის ვერ მოიყვანეს, მივხვდით იმისა, რომ თქვათ, ნაციონალური მოძრაობა ძალიან ცდილობს, რომ გაესაღებია ჩვენ ჩარევა პროფესიული ხელისუფლების, ანუ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. ასე რომ ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი, როცა მან შეძლო პირადად ეთქვა
კუბლაშვილისთვის როგორ ხედავს სასამართლო ხელისუფლების განვითარებას ახალი პოლიტიკური გუნდი, ისე როგორც ბატონ ბიძინას ყოველგვარ შუამოვლის, ყოველგვარ დამსწრის გარეშე მიეცა საშუალება, თავად მოესმინა ბატონი კუბლაშვილისაგან ის რაში ხედავს პრობლემებს, რა არის ის მიზეზები, რაც თქვათ დღეს განაპირობებს სასამართლო ხელისუფლებას დაბალ რეიტინგულობას. აქ კომენტარებში გამოსჭიოდა ერთი აზრი, რომ ბატონ კუბლაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის დაბალ რეიტინგული და ის ამას ხშირად ინტერვიუებში იმეორებს, მაგრამ თქვენ ჩაატარეთ ნებისმიერი კვლევა, სასამართლო ხელისუფლება დღეს ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ხელისუფლება დანარჩენი ხელისუფლების განშტოებათა შორის. რის საფუძველზე აცხადებთ ამას ბატონო ზაქარია, რომელი კონკრეტული კვლევის საფუძველზე? მე ნამდვილად ვერ ჩავატარებ კვლევას, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ესე იგი რეალურად ხელისუფლებებისადმი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში გაიზომება სწორედ ამ ხელისუფლების ხელმძღვანელების რეიტინგით. და თქვენ ვერთად რეიტინგში ვერ ნახავთ ბატონ კუბლაშვილს, ათეულშიც კი ვერ ნახავთ ბატონ კუბლაშვილს, რომ ეს იყოს მაღალ რეიტინგული, ან მაღალი ნდობის მატარებელი პიროვნება. რეიტინგში მე ვგულისხმობ ნდობას და ხალხის დამოკიდებულებას თანამდებობის პირების მიმართებაში. აი ამას გულისხმობ, იმიტომ რომ ყველა რეიტინგში ბატონ ბიძინა ივანიშვილი ლიდერი არის ბევრი რეიტინგი, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეა მაღალ რეიტინგული, მაგრამ მეჯერ რეიტინგი არ მინახეს, სადაც ბატონი კუბლაშვილი ათეულში მაინც მოხვედრილი იყოს. ვიმეორებ, სასამართლო ხელისუფლება არ უნდა მიისწრაფოდეს პოლიტიკური პოპულიზმისაკენ, მაგრამ მეორე მხრივ სასამართლო ხელისუფლება მისი სამართლიანი, პრინციპული და თანმიმდევრული საქმიანობის გამო ყველაზე მაღალ ნდობას უნდა იმსახურებდეს. ამიტომაც მე მაგიტო ვაკეთებ ასე თამამ შეფასებას, რომ მე არ მინახე რომ ბატონი კუბლაშვილი როგორც სიმბოლო უკვე მრავალწლიანი სასამართლო ხელისუფლების მმართველობის რომელიმე რეიტინგში რამე ნდობით აღჭურვილ მაღალი თანამდებობის პირს წარმოადგენდეს. საკმაოდ კონსტრუქციული შეფასებები გაკეთდა მხარეების მხრიდან შეხვედრის შემდეგ. მათ შორის მაგალითად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმის შესახებ, რომ არ დგას დღის წესრიგში კონსტანტინე კუბლაშვილის იმპიჩმენტი. არა და ამ იმპიჩმენტის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენლები სულ ცოტა ხნის წინ ლაპარაკობდნენ, გამომდინარე ორი მოსამართლის კვალიფიკაციის შესახებ შეკითხვებისა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ ვადის დასრულებამდე კუბლაშვილს აქვს შანსი, რომ დარჩეს თავის ადგილზე, როგორც უზენაესი სასამართლოს პირველი პირი. რა დასკვნას აკეთებთ ამ განცხადებებიდან გამომდინარე? შეიცვალა დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, რომელიც შეფასებული იყო აქამდე როგორც პოლიტიკური ფიგურა თქვენი მხრიდან? მე მაგიტო თქვი რომ თქვათ ბატონ ბიძინა ცდილობს თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას და დღეს გააკეთა კიდევაც მან განცხადება იგივე პრეზიდენტთან მიმართებაში რომ ჯობი ამ ადამიანმა მიიტანოს ბოლომდე თავის უფლებამოსილების ვადა და ამით ვაჩვენოთ თგარე სამყაროს ქართველი ცივილიზებული ვართ ვიდრე იმ ორყეული სკამიდან გადმოვსვათ ეს პიროვნება რაც ძალიან წადია საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს. იგივე შემთხვევასთან გვაქვს ლამის ადგილი ამ შემთხვევაში უბრალოდ ის განსხვავებაა რომ ბატონ კუბლაშვილს შეუძლია შეეცადა და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ეს არის კანონის მორჩილი და არა პოლიტიკური ჯგუფის ამ პირის მორჩილი. თორე ის მოსაზრება, რაც ქალბატონმა ბესელიამ გამოთქვა იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, არ იყო უსაფუძვლო მოსაზრება და თუ დამტკიცდებოდა კონსტიტუციის დარღვევა უდიპლომო მოსამართლეების, უდიპლომო იურისტების მოსამართლეებად გამწესების თაობაზე, რა თქმა უნდა, სრული კონსტიტუციური საფუძველი წარმოიშვებოდა მაღალი თანამდებობის პირის სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისათვის. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი ამოცანა არ არის დევნა, ჩვენი ამოცანა მდგომარეობის იმაში, რომ კანონმორჩილი, კანონზე ორიენტირებული, ოღონდ სამართლიან კანონზე ორიენტირებული ვაქციოთ. რა გამოგვივა, ნახოთ. ბატონ ბიძინამ ცადა ამ შემთხვევაში, როცა პირადად ესტუმრა, პირადად ელაპარაკა ყოველგვარ შუამავლის და მოწმის გარეშე და ამით შეეცადა დაემყარებია ეს ნდობის ატმოსფერო, რაც ადამიანს გამოსწორების, სწორგზაზე დადგომის საშუალებას მიცემს. მე მხედველობაში მაქვს სიათ მართსაჯულება, იმიტომ რომ ჩემი პირადი სუბიექტური აზრი გახლავთ, რომ ჩემის აზრით მართსაჯულება ბოლო 9 წელს განმავლობაში თავიდან ბოლომდე ექვემდებარება პოლიტიკურ კონიუნქტურას და მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტომას დავსვიკიდევაც ეს შეკითხვა, რომ რაშია საქმე. 1 ოქტომბრამდე ფიცრის ქურდობაზეც კი ამ კვეთღონიძევა პატიმრობა გამოქონდა და 1 ოქტომბრის შემდეგ რა მოხდა, რომ ადამიანი მილიონებით გაფლანგაში, კლუბებში, უამრავ სხვა დანაშაულ ჩადენაში არიან, ჭვით
მიტანილი და არ გამოგაქვს ამ კვეთი ღონისძიება პატიმრობა. შეიცვალა ერთგვაროვანი პრაქტიკა, რა გახდა მიზეზი ამ ერთგვაროვანი პრაქტიკის შეცვლის. ასე რომ კითხვები რა თქმა უნდა ამ პირის და ამ სასამართლოს მიმართებაში არის, მაგრამ ჩვენ უფრო მაღლა უნდა დავდგეთ ამ პროცესის და ჩავთვალოთ, რომ ყველას უნდა კონდეს შანსი ემსახუროს ქვეყანას და მოიპოვოს ის, რაც მას ჭირდება. ეს არის ხალხის ნდობა და სიყვარული დაფუძნებული სამართლიანობაზე და კანონიერებაზე. მაგრამ ბატონო ზაქარია, მე არ ვიცი რამდენად არის საკმარისი საფუძველი ეკაბესელიას არგუმენტი ორმოსამართლესთან დაკავშირებით იმპიჩმენტისთვის, მაგრამ დაუშვათ არის ან არსებობს სხვა მსგავსი საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ დადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის თემა. აუცილებლად დადგება ამ შემთხვევაში ეს თემა თქვენი მხრიდან, თუ კი ამის საკანონმდებლო საფუძველი არსებობს, თუ ესეც დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. ანუ ამ შემთხვევაში პოლიტიკა უნდა იდგეს უფრო მაღლა და ის რომ მოდით პოლიტიკურად გადავწყვიტოთ თუ კანონი. არა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უპირატესობა ენჭება სამართალს. სამართალი არის ჩვენთვის მთავარი ორიენტირი. ისე რეალურად თქვენ რო იცოდეთ, იმპიჩმენტი არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნება სამართალს. თორე იმპიჩმენტი არის პოლიტიკური უნდობლობა გამოხატული მაღალი თანამდებობის პირის მიმართ. იქ შეიძლება მიზან შეუწმობლობაც კი ბევრ ქვეყანაში არის, რომ მიზან შეუწმობლობაც კი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში იმპიჩმენტის საფუძველი, ან განთავისუფლების საფუძველი. ჩვენთან უფრო მკაცრად გვაქვს. ჩვენთან უფრო მკაცრად გვაქვს ეს რეგულაციები, ვამბობთ, რომ მხოლოდ სამართლებრივი საფუძველი, ანუ ან დაარღვევს პიროვნებამ კონსტიტუცია, ან ადგილი უნდა გქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნებს. ასე რომ ეს ორი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა არსებობდეს, რომ იმპიჩმენტის პროცესი წარმოიშოს. ამ შემთხვევაში, როცა საუბარია უდიპლომო იურისტების მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესებაზე, მე გამოვითხოვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ეს მასალები და შესაბამისად იქ უზენაესი სასამართლოს განაჩენში პირდაპირ წერია, განჩინებაში უпростоრად პირდაპირ წერია, რომ ჩვენი პოზიცია, რომ მათ ჰქონდათ უმაღლესი იურიდიული განათლება, ეფუძნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილს. და რო წავიკითხე უზენაესი სასამართლოს ეს განჩინება, რომ თურმე თავარი მტკიცებულება ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური წერილი, ეხლა ვაპირებ ეს ოფიციალური წერილი გამოვითხოვო, გავეცნო ამ ოფიციალურ წერილს, იმიტომ რომ ოფიციალურ მტკიცებულებად, უბრალოდ მტკიცებულებად, რაც დაადასტურებს კვალიფიკაციას, იურისტის კვალიფიკაციას, ოფიციალური წერილი ვერ გამოდგება. ამ შემთხვევაში მით უმეტეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიძლება ყოფილიყო განათლების სამინისტროს წერილი, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის დიპლომების თაობაზე ოფიციალური წერილების გამცემი ორგანო. მას ამ შემთხვევაში არ შეუძლია გამოთქვას ის აზრი, რომელიც იქნება ოფიციალური სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანისთვის. ამიტომაც აქ დარღვევის ნიშნები სახეზეა, მე აღარ ჩავა სიღრმეში, მაგრამ ვიმეორებ ჩვენი თვითმიზანი არავის დევნა არ არის. და ამ შემთხვევაში ბატონო ბიძინა პირადად მის სამის გარანტია ამ პირებს, რომ თუ ისინი კანონის და სამართლიანობის ერთგულები იქნებიან, არავინ არ აპირებს მათ დევნას და იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასაც კი. ხოლო იმას, რომ ჩვენს დეპუტატებს პირადად მეც მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა ამ პირის და საერთო სასამართლოს მიმართ, ეს ჩვენი უფლებაა და ამ უფლებაში ჩვენ შეზღუდულები არა ვართ. ბატონო ზაქარია, როგორ ფიქრობთ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეიცვლება თუ არა სასამართლოს დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომლებზეც როგორც თქვენი თანაგუნდელები ამბობენ, მათ ხშირად გამოაქვთ უფრო ლოიალური განაჩენი, ვიდრე არის მოლოდინი. ეს არის ჩემი მთავარი კითხვა და ამ კითხვას მინდა რომ პასუხი გასცეთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა. ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობს მთავარ კითხვას. ბატონო ზაქარია, გავიმეორებ ჩემ შეკითხვას. შეიცვლება თუ არა რაიმე დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სასამართლოების მხრიდან ვგულისხმობ დამოკიდებულებას მაგალითად ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ხშირად ადანაშაულებთ თქვენს და თქვენი თანაგუნდელებიც მოსამართლეებს იმაში, რომ ისინი არიან უფრო ლოიალური, ვიდრე არის მოლოდინი და ვიდრე იმ დანაშაულის დონე, რომელზეც საუბრობს ხოლმე პროკურატურა. შეიცვლება თუ არა რაიმე ამ მხრივ? ვნახოთ, ეკა წინასწარ რაიმეს ვარაუდის გამოთქმა გამიჭირდება, მაგრამ ფაქტურად ის ნდობის ჟესტი, რაც გამოავლინა დღეს ბატონმა ბიძინამ, მცდელობა უბრალოდ შანსი მისცა, შესაძლებლობა მისცა ამ ხალხს, რომ კიდევ ერთხელ ჩადგნენ კანონის და სიმართლის სამსახურში. მე ვფიქრობ, რომ გამოსაყენებელია ყველას მხრიდან. მით უმეტეს მოგეხსენებათ, რომ 1 მარტიდან უკვე ამოქმედება ის პრინციპი, რომ სასამართლოებში უნდა არსებობდეს ღია კარის პრინციპი, გადაღების ჩაწერის საშუალება ყველას ექნება
მოგეხსენებათ. ეს კიდევ ერთ გამოწვევა სასამართლოსთვის, რომ მან მოსამართლეებმა შეძლონ დამტკიცონ საზოგადოებას გახსნობის პირობებში, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით, მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი კანონებით ხელმძღვანელობა. ასე რომ ეს ნდობის ჟესტი, რაც გამოვლენილი იქნა დღეს, ჩემს აზრით ბევრს აძლევს ამის საშუალებას, ისე როგორც ჩვენ საზოგადოებას ძალიან ვართ დაინტერესებული, ჩვენ საზოგადოება ძალიან ვართ დაინტერესებული იმაში, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩამოყალიბდეს ერთხელ და სამუდამოდ აპოლიტიკურ ხელისუფლებას, რომელიც იმოქმედებს არა იმის მიხედვით, თქვათ, რა პოლიტიკური კონიუნქტურა იქნება და ვის რა აინტერესებს პოლიტიკურად, არამედ რა აინტერესებს სამართალს, რა აინტერესებს სამართლიან კანონებს. აი ეს იქნება ჩემის აზრით კარგი, თუ ეს მოხდება და ვნახოთ, მე წინასწარ გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, მით უმეტეს ამ კორპუსთან მიმართებაში. თქვენ დიალოგის დასაწყისში თქვით, რომ არ უნდა ერეოდეს ხელისუფლება სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საკანონმდებლო დონეზე ჩარევას. დღეს თქვენმა კოლეგამ კობა დავითაშვილმა დასვა შეკითხვა მან მიმართა ხელისუფლებას, არ მესმის რატომ ვერ ხდება სასამართლო რეფორმა, რატომაა შეჩერებული საერთო სასამართლოების შესახებ შესანიშნავი კანონიო. თუ გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე? ნუ აქ პასუხი არის მარტივი, რომ ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლების მოსაზრებას, რომ იქნებ მოგვეცეს ჩვენ საშუალება, რომ სრულყოფილად შევიცავთ, ჩავათაროთ ზამთრის სარდეგები, სრულყოფილად შევიცავთ წარმოდგენილი კანონპროექტი და მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრებები. მართლაც გამოაგზავნეს საექსპერტო ჯგუფი, ჩვენ გახსოვთ ოპოზიციაში ყოფნის დროს ხშირად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, რომელიც არ ითვალისწინებდა საერთაშორისო თანამეგობრობის და ექსპერტების მოსაზრებას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვეცით ამ წესს პატივი, დაჩქარებული წესი შევცვალეთ ჩვეულებრივი რეჟიმით და მარტის თვეში ვაპირებთ მათ დასკვნის მიღების შემდეგ მოსმენების განახლებას. ასე რომ სასამართლო რეფორმა არ იხსნება დღის წესრიგიდან. დღეს ბატონმა ბიძინამ განაცხადა ამ შეხვედრის დროს, რომ ჩვენს მიერ რეფორმა შეტანილი საკითხების 80% გააზიარებულია დღევანდელი თავმჯდომარის მხრიდანაც კი, ხოლო ეს განსხვავებები რაც დარჩა, ეს განსხვავებები მოითხოვს მუშაობას. ჩვენ სამი თუ დაგვჭირდა იმისაც, რომ ჩვენი კოლეგები დაგვერწმუნებია, რომ სასამართლო კარები გახსნილი იყო და ვიდეო კამერები დაყენებული იყო სასამართლო დარბაზებში. დავარწმუნეთ, გავხსენეთ სასამართლოს კარები და მათაც მისცეს ხმა. ჩვენ ამის უკვე მეოთხე თვეა მუშაობთ კონსტიტუციურ ცვლილებებზე და მე დარწმუნებული ვარ დავარწმუნეთ ჩვენს უმცირესობაში ყოფ ჩვენს კოლეგებს, რომ ხარ დაუჭირონ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ანუ ჩვენ ავირჩიეთ თანამშრომლობის დარწმუნების ხერხები და არა რახან გვაქვს საკმარისი ხმათა რაოდენობა ხელის გადაგრეხვით, ანუ კენჭისყრის ჩატარებით სასრული გაწყვეტილების გატანის მეთოდი. ჩვენ აი გზას ვადგევართ, ეს გზა უფრო რთულია, შეიძლება რაღაც წრეებში ნაკლებად პოპულარულიც, მაგრამ ეს გზა საბოლოო ჯამში სწორია და გრძელვადიანი თვალსაჩინო ძალიან სასარგებლოც კი. როგორ ფიქრობთ, რა არის იმ 20%-ში, რა საკითხები მოხდა, რომელიც არ მოსწონს კონსტანტინე კუბლაშვილს? რა კონკრეტული საკითხები, მაგალითად, თუ არ ვცდები ამ კანონში იცვლება ის, რომ ერთ პირს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს არ ექნება შეთავსებული რამდენიმე საკვანძო თანამდებობა. როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი მოხდა ამ 20%-ში? მე დარწმუნებული ვარ, რომ კოტე ამ საკითხებს ვერ დაუპირისპირდება, იმიტომ რომ სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება შეარჩიოს კანდიდატები, უხელმძღვანელოს კრებას, დისციპლინარულ კომისიას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძალიან ამიტანი გამოდის. ამიტომაც ის წინააღმდეგი ამის ვერ იქნებოდა. მე დარწმუნებული ვარ, იმ 20%-ში ვარ შეთანხმდნენ, იქნებოდა ის საკითხი, რომელიც საკითხიც ეხება დღევანდელი იუსტიციის უმაღლესის საბჭოს შემადგენლობის დაშლას, იმიტომ რომ ფაქტი რომ დღევანდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეს არის ბატონი კუბლაშვილის მიერ ჩამოყალიბებული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჯგუფიც მართავს საერთო სასამართლოებს უკვე ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომაც ის სისხორცეულად არის დაინტერესებული, დარწმუნებული ვარ ამ ჯგუფის შენარჩუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველობა მივეცით, მაგალითად თქვით, რომ მე ბატონი ვახტანგ ხმალაძე, შალვა შაუგულიძე მზად ვართ გამოვიდეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოდან და ეს ადგილები დავუთმოთ არა პოლიტიკოსებს, არამედ სწავლულ იურისტებს, ადვოკატ იურისტებს, უფლებადამცველ იურისტებს და უთხრათ, რატომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში იგივე შეელიოს
სააპელაციო სამართლოს თავმჯდომარე, საქალაქო სამართლოს თავმჯდომარე, ქუთაისის სააპელაციო, აი რატომ არ შეიძლება იგივე შეელიოს? რა არის ამისთანა იქ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ თქვა ამ თანამდებობებს არ შეიძლება ეს ხალხი შეელიოს. ამიტომაც მე გამოთქვა, რომ უფრო ამ საკითხში იქნებოდა შეუთანხმებლობა, თორე ხვალინდელი და ზეგინდელი დღე გამოავლენეს ამ შეუთანხმებლობის საკითხთა წრეს და დარწმუნებული მათ შორის ერთ-ერთი მთავარიც იქნება, რომ კუბლაშვილი არ დაუჭერს ხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, დღევანდელ საბჭოს სულ დათხოვნას და სულეთ ახალ საფუძვლებზე ახალ იუსტიციის საბჭოს შექმნას, სადაც ისევ ბატონი კუბლაშვილი იქნება თავმჯდომარე, იმის გამო რომ კონსტიტუციაში ასე წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა, როგორც წესი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე. როგორია ამ ხრივ ბატონო ზაქარია დასავლური პრაქტიკა? ალბათ აქედან გამომდინარე იქნება ვენეციის კომისიის შენიშვნებიც და თუ კი ვენეციის კომისიის შენიშვნები და კონსტანტინე კუბლაშვილის და მისი გუნდის მოსაზრებები დაემთხვევა ერთმანეთს, არის საკმაოდ დიდი შანსი, რომ თუნდაც საკანონმდებლო ჩარევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაგეთვალოთ პოლიტიკურ ჩარევად. ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ჩარევას ჩვენ გულისხმობთ არა კონკრეტული მოსამართლეების სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, არამედ მოსამართლეების ჩამოცილებას ადმინისტრაციული ფუნქციისაგან. დღეს მოგეხსენებათ, რომ ფაქტიურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან ყველა თანამდებობის მქონე მოსამართლე, რომელიც ყველა შერჩეულია ბატონი კუბლაშვილის რეკომენდაციით და ყველა გამწესებულია ბატონი კუბლაშვილის პირადი წარდგინებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ იმას კი არ უჭერთ ხარს, რაც ნაციონალურ მოძრაობამ გააკეთა, როცა 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე ვის დაწერა განცხადება, ანუ ვისაც დააწერიეს განცხადებას, ყველა გაუშვეს პენსიას, დაუნიშნეს 1200 ლარიანი პენსია ამ იურისტებს. გესმის, უთხეს, ოღონდ წადი თავი დაგვანებე 1200 ლარიან პენსიებს დაგნიშნე. დღეს ყოფილ მოსამართლეებს აქვს ყველაზე მაღალი პენსია, პარლამენტის წევრებსაც კი არ აქვს, მაგრამ პარლამენტის წევრებს აქვს 560 ლარიანი პენსია. რა ქვია, პოლიციის ვეტერანებს აქვს 300 ლარამდე პენსია. ყველაზე მაღალი პენსია აი ამ იურისტ მოსამართლეებს, რომელსაც დაუწერეს განცხადება, წამოვიდნენ, თქვათ მერაბ ტურავასავი და ნინო გვიენტაძესავი და დავით სულაქველიძეს, ყველა არ გამოჩინა ეს პრინციპული, რომ მყარდამდგარი იყოს თავის პოზიციაზე. მათ მოგეხსენებათ, ნაწილს იმპიჩმენტი გამოუცხადეს, ასე გამოუშვეს უზენაეს სასამართლოდან. ასე რომ ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ვინმე შეუწყოთ სამოსამართლო უფლებამოსილებას. ჩვენ ვამბობთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ადმინისტრაციული ფუნქციები შეუწყოს ამ ადამიანებს და დაუთმოთ ასპარეზი მოსამართლე კონფერენციის მიერ არჩეულ მოსამართლეებს, ოღონდ ფარული კენჭისყრით არჩეულ მოსამართლეებს, ხოლო პოლიტიკოსების ნაცვლად ჩვენ ხო პოლიტიკოსები ქვია არა, ჩვენს პოლიტიკოსების ნაცვლად, პრეზიდენტის წარმომადგენლების ნაცვლად ეს ადგილები დაიკავო იურისტებმა, უფლებადამცველებმა, ადვოკატებმა, ამაზე ვსაუბრობთ. რა არის ამაში ცუდი ან მიუღებელი, მე არ მესმის. თუ რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არ იყენებს შენ როგორც ინსტრუმენტს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. თუ ეს შენთვის ინსტრუმენტი არ არის, პოლიტიკური მიზნებისთვის არის მხოლოდ საშუალება სასამართლოების მართვისთვის, არ ჯობია სასამართლოები მართო არა მოსამართლეების მხოლოდ მეშვეობით, არამედ მათ შორის სწავლული იურისტების, ადვოკატების და უფლებადამცველების მეშვეობით. რა არის ამაში ცუდი? ბატონ ზაქარია, გამომდინარე თუნდაც დღევანდელი შეხვედრიდან, მით უმეტეს 2 დღის წინანდელი შეხვედრიდან პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის, აშკარად ჩანს, რომ რიტორიკა პოლიტიკური ლიდერების არის შეცვლილი. რა შეიცვალა ორი პოლიტიკური გუნდის ურთიერთობაში ბოლო 2 დღის მანძილზე? არა, მე ვიტყოდი ასნაირად, რომ ბატონ ბიზნეს რიტორიკა ყოველთვის იყო მშვიდი და წყნარი და გაწონაცრებული. და ის როგორც ამ შემთხვევაში ერის ლიდერი ცდილობს ყველას მისცეს შანსი ჩადგეს ქვეყნის სამსახურში. მას უყვარს ერთ-ერთი სიტყვა გასწორება. ჩვენ უნდა მივცეთ ყველას გასწორების საშუალება, გასწორდეს და შესაბამისად სწორ გზაზე დადგეს. აი მას გულისხმობს. და მას მიაჩნია, რომ არ არის სწორი, როცა ნაჯახით ჩეხავ მათ შორის იმ ადამიანებს, რომელიც შეიძლება ამას იმსახუროთ. ყველას უნდა მივცეთ გასწორების საშუალება, გამოსწორების საშუალება და მე ვფიქრობ, ეს ნდობის ჟესტი, რაც დღეს გამოხატული იქნა, თუ გამოყენებული იქნა სწორად სასამართლოს ხელმძღვანელობის მხრიდან, ძალიან კარგი პროცესი შეიძლება ჩაეყაროს დასაბამი. მით უმეტეს ბატონი ბიძინა, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ არის მყარი გარანტია იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკოსები არ ჩავერევით მართლმსაჯულების საქმიანობაში და ჩვენ არ მივცეთ უფლებას, რა უფლებას ესენი აძლევდნენ თავიანთ თავს. კერძოდ რა,
ატარებდნენ მოსმენებს. წინათ რადგენდნენ თქვათ რასაკითხი როგორ გადაიწყდათ. კანონებს ვიდნენ, გირგვლიან საქმეში კანონის შეცვალეს, რომ ადამიანისთვის სხვა განაჩენი გამოეტანათ. ზოგიერთი მოსამართი იმის გამო გამოაგდეს სამსახურდა, რომ იმაზე ნაკლები შეუფარდა, ვიდრე თქვათ კანონში ეწერა, როცა კანონი ამის საპროცესო კოდექსი ამის უფლებას აძლევდა. უამრავი ფორმა იყო ჩარევის სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. დღეს ჩვენ ერთი მაგალითის გარდა, როცა საუბრობენ იმაზე, რომ თქვათ ვიღაც ქალბატონი, ვიღაც მამაკაცთან აღმოჩნდა ჩაკეტილი სასტუმროში თუ სადღაც ადგილას, სხვა მაგალითი ვერ მოყავთ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის სახით და ვერც მოიყვანენ, იმიტომ რომ ეგეთ მცდელობას ადგილი არც ქონია და არც მომავალში არ ექნება. და კიდევ ერთი თემა, დიმიტრი შაშკინი დაბრუნდა დღეს საქართველოში, რაც დაემთხვა პრემიერ-მინისტრის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ჩანს მოხდება გარკვეულწილად შერბილება დანაშაულებთან დაკავშირებით. მან ახსენა ისევ ამნისტია, თქვა რომ ძალიან ბევრი საქმეა პროკურატურაში და ყველა რომ დაისაჯოს, მაშინ არავინ დარჩება დაუსჯელიო. როგორ ფიქრობთ, ეს განცხადებები არის თუ არა კავშირში ყოფილი მაღალჩინოსნის დაბრუნებასთან? მე წინააღმდეგი ვარ, რომ პოლიტიკოსები განსაზღვრავდით სამართლებრივ საკითხებს. მე მიმაჩნია, რომ სადაც არის დანაშაული, იქ უნდა იყოს პასუხის მოთხოვნაც. აქ უბრალოდ ორი პრინციპი არსებობს ეკა. ერთი პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პრინციპი და მეორე სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი. ბევრს მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი სამართლის მიზნები მიიღწევა სასჯელის გარდაუვალობის დამკვიდრების სახით. მე კი მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტი სამართლის მიზნები მიიღწევა პასუხისმგებლობის გარდაუვალობის სახით. ანუ ამოცანა ის კი არის, რომ ადამიანი დავიჭოთ. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ვამხილოთ დანაშაულში, მიიღოს სათანადო საზოგადოებრივი გაკიცხვა და მიიღოს თუნდაც სიმბოლური ხასიათის სასჯელი და არა ის, რომ მაინც და მაინც ციხეში დავიჭროთ. საზოგადოების გაკიცხვაზე მეტი სასჯელი. საზოგადოებაში რეპუტაციის დაკარგვაზე მეტი სასჯელი რა არის ქვეყანაზე? თუ სინდისიერი ადამიანი ხარ და პატიოსანი მოქალაქე, ექვია, ამაზე მეტი სასჯელი რა უნდა იყოს? ხო, ციხეში გამოკეტვა, ხო არაფერი არ არის იმასთან მიმართებაში, როცა თქვათ საზოგადოებრივ გაკიცხვას მიიღებს სამართლიანად და დამსახურებულად. ასე რომ აქ ეს პრინციპით იცვლება ჩვენთან დამოკიდებულებაში, რომ ჩვენ უფრო მიყვავს პროცესი კანონების ჰუმანიზაციისაკენ, მიყვავს პროცესი პასუხისმგებლობის გარდაუვალობისაკენ და არა მაინც და მაინც სასჯელის გარდაუვალობისაკენ, რომ ადამიანი ხალხმა უნდა ნახოს ციხეში ჩასმული, ხელები ამოტრიალებული, მაგრამ მერე სხვა მდგომარეობით ციხიდან გამოსული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობის გარდაუვალობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასჯელის გარდაუვალობა, თუმცა რა თქმა უნდა, მძიმე დანაშაული ჩადენა შეჭვიდანი ადამიანის მიმართ ამნისტია როგორც ასეთი ჩვენ თქვით გამოყენებული არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ეს უფლება ქართველი ხალხსაგან არ მიგვიღია, რომ ვაპატიოთ ის, რისი პატიებაც არ შეიძლება. ანუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამიტომაც დაბრუნდა დიმიტრი შაშკინი, რომ მას აღარ აქვს იმის შიში, რომ რაიმე მძიმე სასჯელი იქნება მის მიმართ გამოყენებული, თუ კი რასაკვირველია, არსებობს რაიმე მტკიცებულებები მისი დანაშაულის, შესაძლო დანაშაულის მიმართ. მე გამიჭირდება ახლა მის დაბრუნების მოტივები ახსნა, მან ბევრი რაღაც შეიძლება ვივარაუდოთ, თქვათ თუ პოზიტიური კუთხით მიუდგებით ამ საკითხს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან ირწმუნა ის, რომ პროკურატურა ტყუილურად არ დაიწყებს არავის დევნას, ხოლო სასამართლო არავის არ მისცემს უფლებად ტყუილად დევნის დაწყების შემთხვევაში, რომ სასჯელი დააყენოს. აი პოზიტიურად თუ ესე ვიკითხავთ. შეიძლება თქვათ თუ ნეგატიურად ვიფიქრებთ, შეიძლება ასეთი ვერსიაც განვავითაროთ, რომ ის ცდილობს თავის დაბრუნებით, თავისი უდანაშაულობის წარმოჩინება მოახდინოს და მე მივესალმები თუ ადამიანები დაამტკიცებენ, რომ ისინი უდანაშაულონი არიან. ბევრი რაღაცა შეიძლება ვივარავდ, მე ჩემი თვალით ვნახე, იმიტომ რომ ის ჩამოფრინდა მიუნხენიდან, მე ჩამოფრინდი თურქეთიდან და ჩვენ აეროპორტში მე და ჩემი თვალით ვნახე, რომ ის დაბრუნდა, მე მას ვერ შევატყე, რომ რაღაც თქვათ შეშინებული იყო, თუმცა აშკარად დავინახე, რომ დაგიმილი ქონდა ეს დაბრუნება, იმიტომ რომ ჟურნალისტები მისი გაფრთხილებით დახვდნენ, როგორც შევატყე აეროპორტში და ესე იგი მას უკვე გათვლილი ქონდა ეს ნაბიჯი რაღაცა მიზნებისათვის. საქართველოს ყველა სამშობლოა ეკა, მე წინააღმდეგი ვარ იმ პრინციპის, რომ ვინც კი დანაშაული ჩადენა შეჭვიდანილი, მოვითხოვოთ მათი სამშობლოდან გაძევება. ეს არ არის სწორად. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ადამიანები გავაძევოთ ჩვენი სამშობლოდან. ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ ჩვენ სამშობლოში, თუ დამნაშავეები არიან, პასუხი უნდა აგონ და იმართონ თავი მართლმსაჯულების წინაშე, ხო, თუ დანაშაულები არიან, უნდა იყვნენ და იცხოვრონ და იმუშაონ იქ, სადაც სურთ ცხოვრება და სადაც სურთ მათ მუშაობა. ამიტომ პრინციპით, რომ ვინც დანაშაულში ხართ ეჭვმიტანილი, წადით საქართველოდან, ჩემს
ჩვენთვის მიუღებელი პრინციპია. ამაზე კაცობრიობამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თქვა უარი, როცა სასჯელის სახეებიდან საერთოდ ამოიღო. აი სიკვდილით დასჯა დატოვა, აიქა წარმოგიდგენთ სასჯელის სახეებიდან. სიკვდილით დასჯა დატოვა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ქვეყნიდან გაძევა ყველა ქვეყნის კანონმდებლობიდან ამოღებულია. იმიტომ მიჩნეულია, რომ არა გაქვს უფლება მოქალაქე გააძევო შენი ქვეყნიდან. ამიტომაც დაბრუნდეს უყოლა და აგოს თუ მართლები არიან მართლმსაჯულების წინაშე თავად პასუხი. ძალიან დიდი მადლობა. ზაქარია ქუცნაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. გადაცემაში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ლაშა ტუღუშთან ერთად დავბრუნდებით. ლაშა ტუღუშის პასუხს მოვისმენთ მთავარ კითხვაზე. საღამოშტობისებად ნულაშა. ამოჯერეთ. მოუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს ხვალ განიხილავთ, თქვენც დაესწრებით ამ შეხვედრას, რომელიც პარლამენტში უნდა შედგეს, ეს იქნება გაფართოებული შეხვედრა. დააჩქარა თუ არა კანონთან დაკავშირებული პროცესი იმ ვითარებამ, რაც შეიქმნა საზოგადოებრივ მოუწყებელზე? ჯეთი მოგესალმებით, მესალმებით ტელემაყურებელს. მე ფიქრობ, რომ გარკვეულწილად იმოქმედა ამ ვითარებამ, იმიტომ რომ პრობლემა უფრო კარგად გამოჩნდა და დეპუტატებმაც არაერთი განცხადება გააკეთეს, მათ დაინახეს რეალურად ის სიმწვავე პრობლემისა, რომელიც აშკარა იყო ჩვენთვის, მაგრამ მოგეხსენებათ დეპუტატების სხვა საქმეების ძალიან უფრო დაკავებულები და მათ ეს დაინახეს. მე მგონი აი ბოლო რამდენიმე თუმცა რატომ პოლიტიკოსებს ჰქონდათ ხოლმე პრეტენზიები საზოგადოებრივ მოუწყებელთან დაკავშირებით? მით უმეტეს ეხლანდელ ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ ნაკლებად შუქდებოდა მათთან დაკავშირებული სიახლეები. ეს არის ის, რაც ხდება დღეს საზოგადოებრივ მოუწყებელთან დაკავშირებით, ეს ამწვავებს ხედველობის უნარსას, თუ რა ვიცი რა დავარქვათ და მე ვფიქრობ, ამან გაართულა კიდევ, ასე თქვათ, უბრალოდ გააქტუალურა სიტუაცია. რა თქმა უნდა, ისინი ხედავდნენ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ ამბების მერე უფრო დარწმუნდნენ, მე მგონია და უფრო გააღრმავდა მათი სურვილი რაღაცნაირად მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხების მოწესრიგებაში. ცხადე ეს ამ შემთხვევაში მე გულისხმობ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, ახალი ფორმატების შექმნას, ზოგადად ჩარჩოს შექმნას საკანონმდებლოს. მე ვიცი, რომ ისინი ბევრი მათგანი ძალიან დაინტერესებულია, რომ პოზიტიური როლი ითამაშონ აი ამ პროცესში. მიაჩნიათ, რომ ცვლილებები საჭიროა და ეს საჭიროა, მე მგონი ახლა ყველამ დაინახა, არ ვიცი ხა ვინ არ დაინახა. ალბათ არიან ესეთებიც, რომლებიც გვაჩვენებენ თავს, რომ ვერ ხედავენ, მაგრამ ხა რეალურად რომ მართლაც რაღაცები შესაძლებელი, მე მგონი ყველა ხედავს. კანონის ნიუანსებზე ჩვენ პრინციპში არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მთავარი კითხვა მდგომარეობს სხვა რამეში, ბატონულაშა. რა შეიცვლება კონკრეტულ ცვლილებებს გულისხმობ ამ ტელევიზიაში მას შემდეგ, რაც შეიცვლება კანონი? გულისხმობ ყველა რგოლს დაწყებული იგივე სამეურვეო საბჭოდან, დასრულებული თუნდაც საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელით, საინფორმაციო პოლიტიკით, იმ რგოლებს, სადაც არის პრობლემა. ხო, ეხლა რა პრობლემებია დღეს საზოგადოებრივ მოუწყებელთან დაკავშირებით? ეს არის ფული იხარჯება არა გამჭირვალედ, გამჭირვალე არ არის ხარჯვა. თუმცა თითქოს სამეურვეო საბჭო უნდა ყოფილიყო გამჭირვალობის გარანტი, ხო ასეა? და სამწუხაროდ არ იყო, ხო? იმიტომ რომ თვითონაც არ იცოდნენ რამდენი აქვს თვალი. არ იცოდნენ, არც მე მგონი ესეც არ იციან რამდენი აქვს თვალი და საერთოდ აინტერესებს თუ არა, ეგეც კიდე ერთ თემა, არ ვიცი ხა. ის საგანგაშო ამბავი, რომ აი ამდენა უზარმაზარი ვალი აქვს. იყო კი განხილვის თემა სამეურვეო საბჭოში, მე მგონი არ ყოფილა. მე სერიოზულად არ განხილიათ და ან შეიძლება იცოდნენ რაც ხდებოდა და თვალს უჭავდნენ, არ ვიცი. ამიტომ ფინანსების მართვა არის პრობლემა და გამჭირვალეობა არის პრობლემა და ეს შეცვლის ამას კანონი. კანონი შეცვლის ისე რომ ჩვენ ავწევთ სტანდარტს და დავადგენთ სავალდებულოდ ის რომ საერთაშორისო სტანდარტებით მოხდეს ჩატარდეს აუდიტი და საერთაშორისო აუდიტმა ჩაატაროს ეს აუდიტი. ანუ ორი კომპონენტი შემოგვაქვს
რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დაეხმარება როგორც გამჭირვალეობას, ასევე მართვასაც, იმიტომ რომ არის გამჭირვალე ფინანსები, გინდა არ გინდა და ასეთი დონის აუდიტი ატარებს, შენ გიწევს უფრო მობილიზებული იყო და უფრო კარგად იფიქრო ამ საკითხებზე. მეორე გამჭირვალეობასაც შეეხება, ეს არის ბორდის საქმიანობის გამჭირვალეობა, აი ხა ჩატარდა შეხვედრა, ისინი იღებენ ამას და შემდეგ რომელიღაცა დღეს საიტზე აქვეყნებენ. ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი ზომები. საკმარისი ზომები არც ის არის, რაც წერია დღეს, რომ არსებობს საბჭოები და ეს პრინციპში მნიშვნელოვანი არის, რომ საბჭოებთან ქონოდათ ურთიერთობა, საბჭოები შექმნეს, არ შექმნეს, ავიც ეს კიდე ერთი თემა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოქალაქეს, რიგით მოქალაქეს უნდა კონდეს უფლება თუ ის არის დაინტერესებული, მივიდეს ბორდის ხდომაზე, დაესწროს ხდომას, დაასვას შეკითხვა, გამოხატოს პოზიციები და ასე შემდეგ. ანუ თქვათ ხართ მასწავლებელი და არ მოგწონთ გადაცემა, რომელიც ან გადაცემის ციკლი, რომელიც განათლების სისტემას ეხება. ხო, თქვენ უნდა კონდეთ უფლება, რომ მიხვიდეთ და უშუალოდ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები, ან შეკითხვები დაუსვათ. ну ასეთ პრაქტიკა არსებობს ევროპულ ქვეყნებში. პრეტენზია და აზრი შეიძლება ბევრს კონდეს. არის ხოლმე ძალიან კარგი. ეცით რა შეიძლება უსასრულოდ ამისთვის ახლა არსებობს რეგლამენტი და ну ახლა საკრებულოებშიც არის შესაძლებელი და მსოფლიოში ყველგან არის ასეთი ადგილები, სადაც დემოკრატია ზოგან მერიაში, ზოგან საკრებულოში, ზოგან ტელევიზიებში, მაგალითად ევროპის ქვეყნებში არსებობს ესეთი პრაქტიკა, რასაც მე ახლა გიყვებოდით, რომ შეუძლია ადამიანს მოქალაქეს დაესწრო და რატო ქვია ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი? იმიტომ რომ საზოგადოებასთან უნდა იყოს ახლო. მაყურებლისთვის რა შეიძლება ბატონო ლაშა? მაყურებლისთვის ვერ ამ შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით შეიძლება იმიტომ რომ თვითონ ბორდი უფრო უკეთესი იქნება, ჩემი აზრით, უფრო დაბალანსებული იქნება მის შემადგენლობა. საბოლოო ჯამში პროდუქტის შექმნას, ასე ვთქვათ, შექმნაში მონაწილეობს ინსტრუმენტები, ხო, ინსტიტუტები, ხო, ანუ რამდენად თავისუფალია, თქვა საინფორმაციო მიმართულებაზე რო ვლაპარაკობთ, არა პირდაპირ გავლენას ახდენს, რამდენად დაბალანსებულია და რამდენად ობიექტურია ბორდი, მე რამდენად ეს ობიექტური და კვალიფიციური ბორდი ირჩევს კვალიფიციურ დირექტორს და ის შემდეგ ის არის გარანტია მისი, ხო, თუ ბორდი არის მიკერძოებული და ანგაჟირებული ერთპარტიული ნიშნით და ასე შემდეგ, ხო შექმნილი ის შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით და შემდეგ ის ახდენს ასევე გავლენას საინფორმაციო პოლიტიკაზე გარდა იმ ფაქტორებისა, რაც მე გითხარით, ხო, ფული, მართვა, რა მიმართებები აქვს, თქვა ხელისუფლებასთან, რა ნაკადებია, როგორ არის ხალხი, როგორ ხდება დაკომპლექტება. ხა გენერალურ დირექტორს ბევრ რამეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად და სამართლიანად ხდება ადამიანური რესურსების მართვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რამდენად არის ეს ასე ვთქვათ მიმართული სხვა დანარჩენ სხვა რაღაცებზე, რამდენად არ არის პოლიტიკური კორუფცია და ასე შემდეგ. ხო, ეს 1000 მეთოდები არსებობს და 1000 ასე ვთქვათ საშუალება არის, რომ რაღაცა გააფუჭო, გაკეთება პრობლემა, თუ გაფუჭებას რა უნდა. აი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ინსტრუმენტები იყოს ჯანსაღი. ის როგორი ბორდიც არის, ის როგორ ირჩევდა მე დირექტორს, ის როგორ ხდებოდა შემდეგ, როგორ ხორციელდებოდა შემდეგ საინფორმაციო პოლიტიკა და ასე შემდეგ, ერთმანეთზე ჯაჭვში რო შევხედოთ, ეს ძირშივე იყო, ასე ვთქვათ, მანკიერი. იმის გარდა სხვა შორის ამ ბორდს ჰქონდა ძალიან დიდი იმუნიტეტი, აქვს ახლა სადაც ჰქონდა წარსულში ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკეთ, იმედია რომ მომავალში ეს იქნება წარსული გამოცდილება. ვერ გადა კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს ბორდის. ახლა ნუ ზოგი კამათობს რომ რატო უნდა ქონდეს, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ რომ ის იმუნიტეტი, რომელიც დღეს გააჩნია ბორდს, მთლიანად ცალკე ბორდის წევრებს, არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს. აი ვერ გადაერჩევთ ახლა ბორდს, ხო?
ამ დროს ბორდმა გადაერჩია ძალიან უცნაური მიზეზით გენერალური დირექტორი. ხო, რომ მომავალში რომ არ იყოს ჩარევა პოლიტიკური ნიშნით და რაღაცა კრიზისი ვერ აღმოფხვრა თურმე გენერალურ დირექტორმა რაღაც გაუგებარი მიზეზები იყო. პროვოცირება გააკეთა კრიზისი. აუცილებლად დაუბრუნდებით მაგ თემას. და თვითონ აგებს რამეზე პასუხს. აი დაუშვათ ყველაფერი გააფუჭა, ხო? თვალწინ შეიქმნა 13 მილიონიანი ვალი, მანამდე 10 მილიონიანი ვალი ჯერ ჩამოაწეს და რა პასუხი მაგრამ ბატონულაშა, აი ახლა რა პრობლემებიც თქვენ ჩამოთვალეთ. ამის სათავე არის ინსტრუმენტებში, კანონში, თუ ეს პრობლემა მოდიოდა ხელისუფლების დამოკიდებულებიდან პირველ რიგში, როგორ იცით რა, ეს ყველაფერი ერთად არის რა, იმიტომ რომ ხელისუფლების დამოკიდებულება შემდეგ კანონზეც გადადის და პრაქტიკაზეც გადადის, იმიტომ ყველაფერი ერთად არის. ახლა ჩვენ უნდა სამოქალაქო საზოგადოებამ, ზოგადად მედიამ, ხო, და ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ პროცესი იყოს სწორი და ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიის მიმართულებით და ასე. ამას სჭირდება ესეთი კომპლექსური მიდგომა, ხო? კანონის გარეშე დღეს ჩვენ ვერ შევცვლით ვერაფერს, იმიტომ რომ მანკიერია ჩემი აზრით ის სისტემა, რომელსაც ქმნის მოქმედი კანონი. მაგრამ სადიძლევა თქვენი კანონი მის გარანტიას, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში არ იქცევა ისევ ეს კანონი პოლიტიკურ ინსტრუმენტად. რაც შეეხება ბორდის ფორმირებას, ჩვენ მაქსიმალურად ფიქრობთ აი ამ ვითარებაში რაშიც ვართ მოვუძებნეთ ის გასაღები, რომელიც მაქსიმალურად დაშლის და ასე თქვათ დააცალკევებს ინტერესებს, ანუ რამდენიმე ინტერესის ასე თქვათ ჩადება გვინდა ამ სისტემაში და რაღაცნაირად ვცდილობ დავაბალანსოთ ეს ინტერესები. მე აქვე ვიტყვი, რომ ხა იდეალური არ არსებობს არაფერი, თუმცა ეს სისტემა უკეთესია, ჩვენ რასაც ვთავაზობთ, უკეთესია იმ სისტემისა, რაც არის. დღეს რაც არის, ეს არის ფაქტობრივად ერთპარტიული ნიშნით შერჩეული. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ბორდის წევრები არიან უპარტიოები, მაგრამ პრეზიდენტი და პარლამენტის უმრავლესობა ახდენდა ფორმირებას ამ ბორდის. ანუ ეს არის ისიც და ესეც ერთი პარტია, ხო, პრეზიდენტის და პარლამენტის უმრავლესობაც იყო. ჩვენ თავაზობთ სხვა სქემას, რომ მაგალითად 9 წევრიდან 6 ირჩევს 6-ში მონაწილეობს პარლამენტის, 3 უმრავლესობა არის, ასე თქვა, უმრავლესობის უპირატესობა, საპარლამენტო უმრავლესობას გულისხმობ, დანარჩენი 3 პარლამენტისში ოპოზიციის. ანუ ვათანაბრებთ და გარანტიებს ვდებთ საკანონმდებლოს, რომ ერთი აზრის და ერთი გემოვნების ხალხი არ იქნება უკვე ბორჩი. განსხვავებით დღევანდელი სიტუაციის, ადამიანის უფლებების შემოგვა განსაკუთრებული, ასე თქვათ, აქ ნიშნით, ხო, ომბუდსმენის კვოტაზე ვლაპარაკობთ, ორი და რეგიონი. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. აქ დევს კონკრეტული იდეა, რომ ჩვენ ჭირდება რეგიონის თვალი, რეგიონის ხედვა და გვინდა რომ მეტი ინტეგრაცია იყოს კარგი გაგებით ამ შემთხვევაში აჭარის საზოგადოებრივ აუწყებელთან, რომ მათი წარმომადგენელი იყოს, ასე თქვა, თბილისში, იმისათვის რომ უკეთესად ვიცოდეთ დღეს აქ თბილისში თუ რა ხდება იქ, რომ მათი დახმა, ანუ გამფენილია, გაშლილია ეს, ასე თქვა, ფრონტი და არ არის კონცენტრირებული ერთ ხელში, ერთ პოლიტიკურ გემოვნებაში. მაგრამ ერთი რამეა, რაც ძალიან მაინტერესებს. ჩვენ ვნახეთ რა განცხადებები გააკეთა და რა რეზონანსი ჰქონდა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის განთავისუფლებას, რომელიც დირექტორმა ასევე ახსნა მინის საკანონმდებლო ცვლილებით, მან თქვა, რომ შეიცვალა სტრუქტურა და ამიტომ აპირებდა პოზიცია შეეცვალა საინფორმაციო ხელმძღვანელისთვის. ჩვენ ვნახეთ მისი რეაქცია ამაზე და შემდეგ უკვე ბორდის რეაქცია. როგორ ფიქრობთ, როგორი რეზონანსი და რეაქცია იქნება, როდესაც შეიცვლება კანონი და დადგება საკითხი იმ მნიშვნელოვანი და გლობალური ცვლილებების, რომელზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, მაგალითად ბორდის დათხოვნის
და ახალი ბორდის შერჩევის. Როგორი რეაქცია ექნება იგივე ამ ბორდის წევრებს? მე ვფიქრობ, რომ ხა რა ვიცი, რეფერენდუმს ვერ ჩავატარებთ, მაგრამ თუ ისე ჰიპოთეტურად რომ გავაკეთოთ გამოკითხვა, ასე თქვათ, მოქალაქეების, ჩემი ასე თქვათ, განცდა ისეთი, ხა მე კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ უმრავლესობა დაუჭერს ხარს, რომ ეს ბორდი შეიცვალოს, წავიდეს. შესაძლოა არც ხათნაბერძენიშვილის წასვლის წინააღმდეგი ყოფილიყო, მაგრამ მე ვამბობ თვითონ მათ რა რეაქცია ექნება. ეს ისე უტრირებულად ვთქვი, მაგრამ ეხლა ვიღაცა იქნება წინააღმდეგი, ვიღაცა იქნება მომხრე, ამისთვის არის პარლამენტი, იმისთვის არის საზოგადოება, რომ მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება. საზოგადოება გადაწყვეტილებას არ იღებს, უბრალოდ საზოგადოება ჩართულია ამ პროცესში. ხა მე რაც ვიცი, ის ასე თქვათ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად დიდი ხნის მანძილზე იყვნენ დაკავებული მედიას საკითხებით, მათ შექმნეს კოალიცია ადვოკატირების, მედიის ადვოკატირების კოალიცია, ისინი იქ იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სხვა შორის განხილვა ამ კანონპროექტის, შიგნით იყო საკმაოდ ისეთი აქტიური დისკუსიები, ბევრი შენიშვნები იყო შიგნით, მაგრამ საბოლოო ჯამში შეჯერდა ეს კოალიცია, 12-13 ორგანიზაცია იყო ხა ესეა. ისინი უჭერენ მხარს ამ ცვლილებებს. ამის გარდა ჩვენ გარეთაც ჰქონდა ძალიან ბევრი შეხვედრები და ძალიან ბევრი მომხრე არსებობს. მე ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ მათთან ჰქონდა პირადად შეხვედრები. ბუნებრივი არსებენ მოწინააღმდეგეები. ძირითადი მოწინააღმდეგე სამწუხაროდ ამ ეტაპზე არის ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის სახით. სამწუხაროდ იმიტომ ამბობ, რომ მე მგონია რატომ ისი დათმობა არ სურთ მათ? არ ვიცი ისი დათმობა, მათ აწყობთ ალბათ ეს სტატუს კვო, იმიტომ რომ ესეც ასე თქვა ჩემი შეხედულება არის, სამწუხაროდ ეს ტელევიზია იყო მომხრე მოქმედი პოლიტიკური ძალის, ანუ ბატონი პრეზიდენტის პარტიის, ხო? და როგორც ჩანს, მათთვის ეს სტატუს კვო, ანუ რეალობა რაც არის, დღეს ამის შენარჩუნება მათთვის მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებს, რომ მალე არის საპრეზიდენტო არჩევნები და ამას ისინი როგორც ჩანს ფიქრობენ, რომ ეს არის მათთვის პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეხლა ძალიან საინტერესო განცხადებები მოვისმინეთ დღეს, რომ ვითომ ეს კანონპროექტი ასე თქვათ, უბიძგებს სახელმწიფო ტელევიზიის შექმნას და ბრუნდებით იმ დროში, როცა საქართველოში არ იყო საზოგადოება მაუწყებელი და იყო სახელმწიფო ტელევიზია, ძალიან სასაცილოა ეს არგუმენტი, იმიტომ რომ მე მათ მინდა უთხრა, რომ ამდენი წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და აგერ ცხვირწინ არსებობს აჭარის სახელმწიფო ტელევიზია და თუ ასე ანერვიულებდათ ეს სახელმწიფო ტელევიზია გაექმებინათ, რომ ერთი პატარა კანონპროექტი ამდენი 9 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს, მიუხედავად მილიონჯერ დაპირდნენ საზოგადოებას, რომ მიეღოთ ეს კანონი აჭარის ასე თქვა საზოგადოების მაუწყებლობის შესახებ. ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს მათ შორის აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის გარდაქმნას საზოგადოებრივ მაუწყებლად, რაც თვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აჭარაში ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, იმსახურებს, რომ ქონდეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი და არ ქონდეთ სახელმწიფო ტელევიზია, იმიტომ ეს არის გუშინდელი დღე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ქონდეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამიტომ მე უბრალოდ უჩევდი, რომ რაცა რელევანტური და ესეთი ადეკვატური კრიტიკა არსებობდეს, იმიტომ რომ ხა ბუნებრივია მე როგორ შეიძლება გამოვრიცხო, უკეთესი იდეა კონდეს ხა ადამიანებს, ხა იდეალური დედამიწაზე არაფერია, ხო, ბუნებრივია, შეიძლება უფრო უკეთესი მოვიფიქრონ, მაგრამ ეს არგუმენტი, რომ ხა ვიღაცა სახელმწიფო ტელევიზია უნდა, მაშინ როდესაც პირიქით იმ სისტემას რაც არის, უფრო ვაკუცმაცებს, შლით და უფრო დემოკრატიულ ინსტიტუტს ვთავაზობთ, ხა ცოტა არასერიოზული მგონია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დღის ბოლოს ლაშატუღუში იყო ჩვენი სტუმარი, ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.